უფ ღმერთო ჩემო ბოლო პერიოდში ახალი ბუხრის საკვამურები ძალიან დააპატარავეს და ამ უძრომა ძალიან მიჭირს. ეს ხომ ჩემი შესანიშნავი მეგობარი 8 წლის დავითი ყოფილა, რომელზეც მე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი რამ ვიცი. დავით, ძალიან მიხარია რომ შევხვდით მეგობარო. მოიცავ ნახო წერილი? აი ამ წერილში ჩემო დავით, შენზე ძალიან ბევრი საინტერესო რამ წერია. მე სულ რაღაც წამებში გადავხედავ რა როგორ არის და მოდი ერთად ვისაუბროთ. რამძიმია კაცო, რამძიმია ეს ოხერი, რამდენი წერილი და ინფორმაცია გადაირევა კაცი. ჩამოვკიდოთ, ძალიან კარგი. დავით, მოდი საუბარი განვაგრძოთ. რა თქმა უნდა, ვიცი მეგობარო, რომ თურმე ფეხბურთელობა ძალიან გინდა. სხვათა შორის, ჩემს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ფეხბურთელებზე ბევრ ინფორმაციას ვინახავ. რაც შეგეხება შენ, ჩემო დავით, აუცილებელია რომ ფეხბურთი ძალიან ხშირად ითამაშო კარგი და თუ მომავალში ფეხბურთელობა მოგინდება, აი ამ ინფორმაციის მიხედვით დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იქნები. ასევე არ გამოგჩეს დავით, რომ აუცილებელია კარგი სწავლა და საჭიროა რომ ცურვაზეც იყო ჩაყო. მე ვიცი რომ ორივე შესანიშნავად გამოგდის დავით, ასე რომ ასე გააგრძელე და რა თქმა უნდა, შენს გარშემო მყოფებს და შენს მეგობარ სანტას მეგობარო ყოველთვის ძალიან გაახარე. მით უმეტეს დავით, ჩემს წიგნებში ისიც წერია რომ შენ საოცრად მხიარული, კეთილი და უსაყვარლესი ბიჭი ხარ. და შენთან თხოვნა მექნება დავით, რომ კარგად მოგცევა ყოველთვის გააგრძელო და მე მჯერა, რომ შენ ოჯახისთვის ნამდვილად სასახელო ბიჭი იქნები. რაც შეეხება საჩუქრებს, ვესწრები რომ წელს ძალიან გაგაბედნიერო. ახლა კი დამშვიდობების დრო მოვიდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთმანეთს შევხვდით. ახლა გავიქცევი, კიდევ ბევრი პატარა უნდა მოვინახულო და ყველა გავაბედნიერო. აბა, ნახვამდის!